თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა საშელახსოვრების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები პენიტენციალურ სისტემაში არსებულ დარღვევებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას ამ საკითხით დაინტერესებას თხოვენ. თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს წერილობითაც მიმართეს და პატიმრების წამების ფაქტების გადახედვა ურჩიეს. პრობლემა არის ის, რომ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ხდება პატიმრების ეწოლა, ხელკეტებით სცემა, ასე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ. ყოფილი პატიმრებისგან, მათი ოჯახის წევრებისგან და ადვოკატებისგან, ჩვენ მოვითხოთ მინისტრს, რომ მიაკროს მისი ყურადღება, გამოასწოროს ეს სიტუაცია, დაისაჯოს დამნაშავეები, ბუნებრივია თუ მსგავსი სიტუაციები გაგრძელდება საპატიმროებში, ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, არ დავანებებთ თავს, ასე ვთქვათ, ამისთვის ბრძოლას. პროგრესულ დინამიკაზე ქვეყანაში რეალურად არის პატიმრების უფლებების დარღვევის თემა კვლავ აქტუალური. განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, რაიმე ხელისუფლებამ ამ პროცესს მისცა ორგანიზებული ხასიათი და შევეცდეთ ჩვენ შევაფასოთ ეს, როგორც ორგანიზებული სადიზმი, ის რაც ხდება დღევანდელ დღეს საპატიმროებში.